ვიღაცა მეტი არის, რაც არ ჩამიწერია ვიდეო და ისე გადარბენაზე ვიყავი. დანიურის გამოცდა მქონდა მგონი დაახლოებით ერთ კვირაში, აი ბოლო ვიდეო რო ჩავწერე მაშინ. ხო და დავასრულე გამოცდა, ჩავაბარე მშვენივრად ჩაიარა და ახლა დავიწყო მაგის შემდეგი დონე. მეოთხე, რომელიც არის აი ძალიან კარგი B1 და რაღაცა B2-ის ნაწილი. ხო და საკმაოდ რთულია და უფრო დიდხანს მაქვს ხოლმე რა კვირაში 2 დღე. და მოკლედ აი full time სამსახური, კიდე რაღაც freelance პროექტები მაქვს, დანიური, ყველაფერი ერთად ძალიან გადავიწვი და ერთი დღე მქონდა, აი სრულად აი day off საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია და მეცინა. და ცოტა მოვედი აზრზე ენერგია აღვიდგინე, თორემ ძალიან მოკლედ არაფრის დრო არ მქონდა რა. მაგრამ ეხლა კარგი ამბები გამოვიდა როგორც იქნა. გაზაფხული აქ ახლა დაიწყო. ან დაახლოებით 19-18-20 გრადუსი არის და ყველა არხებზეა გაფენილი და ბანაობს არხებში, ყველა პარკი გადატვირთულია ხალხით. მოკლედ ძალიან სასიამოვნოა ხო და ამ დღეებში ვიკენდზე თუ ძალიან კარგი ამინდი იყო. ვფიქრობ, რომ ირმავის პარკშიც წავიდე და თქვენც წაგიყვანოთ, იმიტომ რომ გადასარევი ადგილია და თან ძალიან ბევრი ირემია და როცა მედივარ ხომ ყოველთვის მიმარსლებს და ყოველთვის ვნახულობ. თქვენ ძალიან მოგეწონა ხო? მაგის გარდა კიდე პლუს აქაც მინდოდა რომ მეთქვა ეხლა არის საუკეთესო დრო რომ აპლიკაციები შევსება დაიწყოთ საზღვარგარეთ მაგისტრატურაზე გასაგრძელებლად სწავლის ან ბაკალავრზე ან ფილოშიფები ან კვლევები ნებისმიერი რაღაცის დაფინანსებისთვის რა. იმიტომ რომ დრო გაქვთ რომ IELTS-ისთვის მოემზადოთ საბუთები და ეს აპლიკაციების მოთხოვნები რაც ყველაფერი დააკმაყოფილოთ. ეხლა არის idеალური დრო რომ დაიწყოთ და მე ძალიან ბევრი თავის ტკივილი აივიდოთ. ხო და რა თქმა უნდა idеალური დრო რომ უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო რომ მომწეროს. თუმცა ეს ყველას ძალიან კონკრეტულად და პერსონალურად ვერ ვეხმარებოდ, იმიტომ რომ მაგდენი დრო მე თვითონაც ფიზიკურად არ მქონდა რა რომ რაღაცები დამესერჩა და გამეზიარებინა. ამიტომ დავიწყე კონსულტაციები ერთ-ერთზე, შეგიძლიათ პირადში მომწეროთ, ან უბრალოდ ჩემს ჯგუფშიც ნახოთ, ჯგუფსაც დავუსწავლოთ და დარეგისტრირდეთ. ხო და რასაც მოკლედ შეგიძლიათ რომ დარეგისტრირდეთ. და ყველაფერში დაგაკვალიანებთ უფრო დეტალურად რა. ჯგუფში ისევ გავაგრძელებ ხოლმე ზოგად ინფორმაციის გაზიარებას და ესე შემდეგ. თუმცა აი ყველაზე რთული ჩვენთვისაც რაც იყო და ეხაც სხვა ბავშვებზე რასაც ვამჩნევ ხოლმე ისაა რომ აი საიდან დაიწყო რაღაცა სადნახო დაფინანსებული პროექტები, პროგრამები და ესე შემდეგ რა. აი ყველაფრის ერთად მოძიებას ძალიან დიდი დრო მეაქვს და ნერვები. ბევრმა არ იცის რომელ მასალას ენდოს IELTS-ისთვის მოსამზადებლად და ესე შემდეგ რა და ამ ყველაფერს ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ კონსულტაციებზე და ესევე ეს მხოლოდ ამ ერთი შეხვედრით არ შემოიფარგლება რა. ანუ აპლიკაციის შევსების პროცესში ჩემ მხარდაჭერად გექნებათ ნებისმიერ დროს აი სამოტივაციოს როცა დაწერთ გადახედვა და რჩევების მოცემა და ესე შემდეგ მოკლედ სანამ გააგზავნით თქვენს გვერდით მოგულეთ და ეხლა ესე მე თვითონაც შევძლებ უკეთ დახმარებას და თან მართლა ძალიან მინდა იმიტომ რომ მე როცა ვაკეთებდი აპლიკაციებს როცა ვავსებდი ესეთ არავინ არ მყავდა და ყველაზე დიდი დრო იმან წაიღო რომ რაღაცა ესეთი წყაროები მომეძებნა, რომლებსაც შეგიძლია რომ ენდო. ეხლა თან აქ ვცხოვრობ უკვე დანიაში მე-3 წელია და ესეთი ინფორმაციები მაქვს, რაც იმ დროს არ ვიცოდი და სავარაუდოდ უმეტეს მათ თქვენგანაც არ იცის დაფინანსებებზე და ესე შემდეგ. და როგორც იცით უმეტესობა მერასმუს მუნდუსის ასოციაციის წარმომადგენელიც ვარ ისევ და საქართველოს წარმომადგენელი ასოციაციის წევრი. და ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც ასოციაციაში არიან ადმინისტრაციაში, მენეჯმენტში და ესე შემდეგ და შემიძლია რაღაცა ისეთი კითხვები დაუსვა და ისეთი პასუხები მივიღო, რომლებიც ზოგადად ძალიან რთულია რომ მიიღო. ან რაიმეს დადასტურება თუ დაგჭირდებათ. მოკლედ სრულიად მიიღებთ ჩემს საპორტს და მგონია რომ ძალიან კარგი შანსია, რაც უფრო მალე დაიწყებთ, აი მართლა გულწრფელად გეუბნებით. მით უკეთესი იმდენ თავის კილოს აირიდებთ, რომ მე თქვენს თავს ებყოთ მადლობას. პირველი რჩევა, რასაც ალბათ გაგიზიარებდით ჩემი გამოცდილებიდან ეგაა, რომ აი დაიწყეთ გაზაფხულამდე, იმიტომ რომ მე რაღაც საბუთების გამოტანა უნივერსიტეტიდან რომ დაგჭირდებათ,
აი მე ზაფხულში არ დადეგები და ესე შემდეგ და მოკლედ სხვას არ დაელოდებით რომ ყველაფერი თქვა თვითონ გექნებათ ეს 3 თვე გამოვიყენეთ მე IELTS-ისთვის თქვა თვითონ რომ მოემზადოთ და ყველაფერი იდეალურად ჩაივლის links დავდება აქ ჩემ Facebook ჯგუფისაც და კალენდრის ლინკსაც სადაც შეგიძლიათ რომ კონსულტაცია დაჯავშნოთ ან შეგიძლიათ პირადშიც მომწეროთ აქაც არ არის პრობლემა Sindssygt mærkeligt. Altså, som om det skulle gøre forskel. Du kan se, På redningsflåden skal man forholde sig i ro. Vi gør en videre. Hey. დაგიბრუნდით ისევ დღეს მივდივართ ერთ-ერთ კუნძულზე დანიის, რომელსაც ქვია ბორნჰოლმი. იმიტომ რომ ერთ-ერთი ქორწილია და ამ ქორწილს რაღაც მონაკვეთს ვიღებ. ხო და ერთ-ერთ ქალაქში მივდივართ, რომელსაც ქვია რონე, ანუ ბორნჰოლმის მთავარი ქალაქია. ძალიან მიყვარს ეს ადგილი. მგონია დანიაში ჩემი ფავორიტი ადგილია. მგონი კი არა ეგრეა უეჭველი, იმიტომ რომ ულამაზესია მართლა. ბუნებაც ძალიან სასწაულია, ხალხიც ძალიან საყვარელია. მოკლედ, რავი, ძალიან მიყვარს. და ეხლა ძალიან მიხარია რომ მივდივარ. 2 წლის წინ ვიყავი ჩემს მეგობართან ერთად. ველოები წავიყვანეთ და მთელი კუნძულის გარშემო ანუ მთელი კუნძული შემოვიარეთ ველოებით, რა და შელთერები არის სპეციალური, სადაც შეგიძლია კემპინგი, თავისი ანუ fireplace და ასე შემდეგ. ხო და მან თუ ჩაბოდით 4 ღამე, აი სასწაული იყო, იმდენად კარგი მოგონებები მაქვს, რა. ეხლა ძალიან მიხარია რომ მივდივარ. და თან ძალიან მიხარია ისიც რომ ქორწილი უნდა გადავიყო იმ ულამაზეს ადგილას. იმიტომ რომ ვინც არ იცით, ფრილანს ფოტოგრაფიც ვარ და ხშირად ვიღებ ხოლმე რაღაცა ივენთებს კოპენჰაგენში. ყველაზე მეტად რაც მიყვარს ისაა რომ ეხლა ვარ გემზე, ზოგადად ძალიან ბევრი გზა არის როგორ შეგიძლია რომ მიხვიდე ბორნჰოლმში, თუმცა ნუ კუნძული არის და ყველა ვარიანტი გიწევს გემის გამოყენებად. მე თავიდან ავიღე ავტობუსი და რაღაც მომენტში ეს ავტობუსი არის ხოლმე ამ გემზე. ანუ ეხლა 2 საათი ავტობუსით ვიმგზავრეთ, მე ავტობუსი შემოიყვანეს გემზე და ეხლა დაახლოებით 1 საათი გემით უნდა ვიმგზავროთ. ახლა ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ ავტობუსიდან და ანუ მთელს გემზე სადაც გვინდა, როგორც გვინდა, ისე ვიყოთ. ხო და დაახლოებით 1 საათი ახლა გემზე ვიქნები და მერე წაგიყვანს ჩემთან ერთად და გაჩვენებთ. მაგას პლუს, როცა დავამთავრებ ქორწილს, მერე საღამოს მივდივარ შვედეთში. ამიტომ რომ რაღაცა ჰაიკინგი გვაქვს დაგეგმილი მე და რამოდენიმე მეგობარს. ძალიან მომენატრა პატარა ეგეთი ტრიპები რა. სადმე ძალიან მაღალი მთები არ არის აქ, თუმცა დანიაზე მაღალი მაინც არის შვედეთში, ამიტომ ერთი სული მაქვს. მანდაც როდის წავალ. მოკლედ კარგი უიკენდი მაქვს დაგეგმილი და აბა ეყავით ჩემთან ერთად დროები. ჩამოვედით ჩემს საყვარლეს ბორნჰოლმში. ეხლა უნდა დაველოდო იმ წყვილს, იმიტომ რომ სადღაც ცოტა შრომაშორებით არიან და უნდა წამიყვანონ, ამიტომ ცოტა ხანი დაველოდებ და სანამ მოვლენ გავალ სანაპიროსთან. გადავწყვიტე რომ სადმე პატარა კაფე ვნახო და ცოტა ხანი ვიმუშაო, იმიტომ რომ ანუ full-time სამსახურიც ხომ მაქვს remote-ა, თუმცა რაღაცების deadline-ი მაქვს და უნდა გავაგზავნო, ამიტომ სანაპიროზე მერე გავიდე. ჩემი ახალი სტილი შემჩნიეთ თმის. ძალიან მინდოდა წინა მოსგაკეთებო, დიხანია ოდნავ დავიმოკლე თანთმა. ხომ მგონი ცუდი არ არის. ახლა ავიღოთ მოცვის სმუთი და ცოტა ხანი წავიმუშაოთ. თან მშვენიერი ამიდია, ძალიან არ ცხელა და არც ცივა. ძალიან მიყვარს აქ. Hey again. მოკლედ ქორწილიდან თითქმის ვერაფერი
ვერ გადავიღე თქვენთვის, იმიტომ რომ გადარბენა გვქონდა, მართლა თან ძალიან ცოტა დრო ქონდათ და მე ლამის და გვგვიანდა ჯურის წერაზე. ამიტომ ვერ მოახერხე, მაგრამ ეხა დავასრულე და მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა ის აუცარ ადგილებში ვიყავით. ძალიან კმაყოფილი ვარ. ეხა რამდენიმე საათი მოგვს დაახლოებით 2 საათი ჩემს გემამდე შვედეთში. მივდივარ ახლა და ჩემი გემი დაახლოებით 2 საათში სწავლებს. და მაქვს დრო რომ გავიარო თან ძალიან მომენატრა რონე, ანუ ეს მთავარი ქალაქი ბორნჰოლმის. და ძალიან მიყვარს აქ მარტო სიარული, იმიტომ რომ წინა ჯერზეც რომ ჩამოვედი 2 წლის წინ მარტო ვიყავი 1 დღე და საოცრება იყო და ახლა სულ ყველაფერი მახსენდება თითქოს გუშინ იყო და 2 წელია უკვე გასული ან წარმოიდგინე. ნახეთ რა საოცრება. ხوارს ძალიან მე ძალიან გაწვიმდა. და ხა ზუსტად იმ კაფეში სადაც 2 წლის წინ ვიყავი ჩემს მეგობართან ერთად, ვისთან ერთადაც ვინ მოგზაურე. და ხა ზუსტად იმ კაფეში ვარ, ზუსტად იმ ადგილას. აი მართლა თითქოს გუშინ იყო და 2 წელზე მეტია გასული. გიждები აქაურობაზე თუ დანიაში აპირებთ მოგზაურობაზე ჩამოსვლას აი ბორნჰოლმის გარეშე. რავი, აი შანსი არ წახვიდეთ ბორნჰოლმის უნახავად. ჩაიწერე. ვაი მე როგორ აწვიმდა. მაგრამ ძალიან მომენატრა ესეთი წვიმა და ჭექაქუხილი, იმიტომ რომ კოპენჰაგენში ჭექაქუხილი არ იცის, რა თითქმის არასდროს არ არის ხოლმე და ესეთი ძალიან კარგი შხაპუნა წვიმაც არ არის. აქ იცის ხოლმე ბორნჰოლმზე ძალიან ხშირად. ხო და ძალიან მომენატრებია. სანამ წვიმა გადაიღებს, ერთი ძალიან საყვარელი კაფე ვიპოვე აქვე და თმაზეც მეტყობა, ხო ძალიან დავსვავდი. ძალიან საყვარელია და ახლა აქ ველოდები დაახლოებით 1 საათში. ჩემი გემი უკვე მიდის. 1 საათში გავალ პორტში და მე წავალ შვედეთში. დღეს სავარაუდოდ ვერაფერს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ აი ძალიან დაღლილი ვარ მართლა. და ჩემი მეგობრები ახლა პირდაპირ კოპენჰაგენიდან წავიდნენ ისტადში, ანუ შვედეთის ქალაქში, სადაც მივდივართ. იმედია ჩემი ხმა ისმის ძალიან ხმაურობენ. და ხვალიდან დავიწყებთ პატარა ლაშქრობას და ხვალღამის სხვა ქალაქში დავრჩებით და ზედ დავბრუნდებით საღამოს კოპენჰაგენში. მოკლედ ძალიან კარგი ვიკენდი გამოვიდა და თან ხვალ დასვენება დანიაში კონსტიტუციის დღეა. ხო და მაგიტო ცოტა გრძელი ვიკენდი გამოგვივიდა, არც ერთი არ ვმუშაობთ, რაც იდეალურია. ველოდებით ახლა გემს და 9 საათში უკვე წავალ. მოვაღწია როგორღაც გემზე და ახლა წავალთ 2-3 წუთში. აი მაგარეთ როგორ წვიმს რო იცოდეთ. გაჩვენა. მაგრამ ძალიან ლამაზი კია. ბორნჰოლმს უხდება წვიმა. ძალიან მიყვარს. წავედით დღეს არ ვიცი მოვახერხებ თუ არა რამის გადაღებას, ისე დაღლილი ვარ, ალბათ ჩამეძინება და შვედეთამდე ალბათ არც გავმოძრავდები საერთოდ. ალბათ ხვალ. ან ხვალიდან ახალ ვიდეოს გადავიღებ, ძალიან გრძელი ვარ გამოვიდეს ლაშქრობაზე. აბა დროებით.